ადამიანს ოთითგანვე სჭირდებოდა ბრძოლა, გლადიატორების დროიდან დაწყებული დღემდე. ბრძოლის ხელოვნება იცვლებოდა, მაგრამ მისი სული იგივე რჩებოდა. დღეს ჩვენი სახით არის მრავალი სხვადასხვა ბრძოლის ხელოვნება. დღეს კი ერთ-ერთზე ვისაუბრებთ.
გამარჯობა. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ეს ამ ვიდეოს ბოლოს იმით გადავწყვიტე, რომ ეს ვაუბრა, რომ არ მინდოდა რომ მეთქვით ეს ყველაფერი და მომეყოლა თუ რა იყო როგორ იყო, არ მინდოდა რომ ჯერ გენახათ. შეგეგრძნოთ თავად. გაგონეს ნანახი ჯობია და ზუსტად იგივე პრინციპი მინდოდა გამეკეთებინა ამ ვიდეოში და მაგით გადავწყვიტე რომ ბოლოს უკვე განხილვაზე მეთქვა თქვენთვის ყველაფერი. თან ეს მინიმალური სახით მაინც ვეცადე რომ გამეკეთებინა. მეჩვენებინა თქვენთვის ის თუ რას გადის ეს ადამიანები, რა ისი გავლა თქვით და რა ცხებს გადიან ისინი იმისთვის რომ მინიმალური კვალი მაინც დატოვონ. თავშეკავებულ ქვეყნისთვის სოფლიოში. და დღევანდელ დღეს ძალიან რთულია ამ ყველაფერზე უარი თქვა. ვიცით რამხელა მყარი ხასიათია საჭირო დისციპლინა იმ ყველაფრისთვის რომ დღევანდელ მარტივ დოფამინზე უარი რო თქვა და რაღაც სერიოზული მიზნისკენ მიისწრაფოდე რა. ეს არ ეხება მხოლოდ MMA-ს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ არც მხოლოდ სპორტს, ნებისმიერ საკითხში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელია და ამ ვიდეოს ერთ-ერთი არსიც ის იყო, რომ მინდოდა უფრო მეტად დაფასებული იყო ეს ადამიანები, რადგან ვიცი მე რა შრომასაც გადიან. იმიტომ რომ ერთი რაღაც პერიოდი მეც ვიყავდი ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი ამ სპორტზე, მაგრამ როცა გავიაზრე რომ მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკეთო და ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მიწევს ამ ყველაფერმა უკან დამახევინა. უკან დამახევინა იმიტომ კი არა რომ მე არ გამაჩნია ის უბრალოდ სათანადოდ ესე არ მინდოდა. მე ესე უყურებ არ ვიცი მართლა ინტერესებს ჩემი აზრით ესეთია რომ თუ სათანადოდ არ გინდა რაღაც არ ჯობია რომ დროზე ან დროში თუმცა ამ სპორტის მიმართ სიყვარული ძალიან დიდი მაქვს და ძალიან ყოველთვის ვუყურებ მით უმეტეს ახლა საქართველოს ხო საერთოდ და ჩემი აზრით ბევრად დაფასებული სპორტი უნდა იყოს. ნელა უფრო აიწია ეს დაფასების ამბავი რომ ორი ქართველი ჩემპიონი მოქმედი ერთ საერთოდ ორი კამარი აქვს და ეს ჩემი აზრით ზრდის იმას რომ პოპულარობასაც საქართველოში ამ სპორტის მიმართ სიყვარულსაც და დაფასებასაც სწორედ ეგ მიხარია და ჩემი მიზანიც ეგ იყო რომ ცოტათი რაღაც წვლილი მე შემეტანა იმაში რომ ეს სპორტი დავაფასოთ გაჩვენოთ ეს ადამიანები რას გადიან აი იმ პატარა მინიმალური სახით მაინც და ეს არ გრძელდება მეგობრებო ერთი დღე წერენ კამერა გაგვეთიშა და რას ვამბობ რომ ეს ყველაფერი არის ერთი დღის ნაშრომი ერთი დღე არც ყოც არაფერს აქ არის არც ერთი კვირა არც ერთი თვე არც წელიც კი არ ყოფილა რამოდენიმე წელი შინ მთელი ახალგაზრდობის გვერდზე გადადება გიწევს ვიცით ძალიან რთულია ეს მაგრამ ვიცით რამხელა დაფასება მოყვება ამას მაგრამ ერთი რაღაც არ მოიწონს რომ იმ ადამიანებს იმდენად არაფასობენ ვინც გადაწყვეტენ კამარი ვერ მიიღო რა არდა იმ ხელა შრომა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში რომ აგებულით მოგებული აზრი არ აქვს ძალიან დაფასებული და ის რა თქვენ ვიერთებენ ალბათ მემორის მეზონებს ხარ ბოქსი დაობა კარატე არ აქვს მნიშვნელოვანი ვიცით რამხელა რაღაცა გაგიხარ და თუ ეს მას გულით რომ აკეთებ მთელი ცხოვრება შენ ძალიან ბევრი რაღაცის გვერდზე გადადება მოგიწევს რა და ჩემი აზრით ვინც ამას გააკეთებს და ბოლომდე იმას მეყოლას აუცილებლად გამოუგვა რა არიან მებრძოლები რომელსაც კამარი ვერ აიღეს მაგრამ ისეთი დაფასება მოიპოვეს ხალხის მხრივ რომ კამარი საერთოდ არაფერია ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მებრძოლებიც არის და კამარი ეს უბრალოდ რაღაც ნივთია რომელიც ისწრაფე მაგრამ ყოველი გზით უნდა ისე ამ ყოველი შენი წარმატება პატარა მინიმალური ყოველ დღე უნდა ვაჯის მაგრა ჩაატარებ ეგეც და გიხაროდეს რა ამით უნდა იმოძრაო ალბათ ესე ინარჩუნებენ ის პროფესიონალი მებრძოლები იმას რომ ყოველდღიურად თავისი ოჯახისთვის თავისი ნაცისაურისთვის მეგობრებისთვის საკუთარი თავისთვის წირავენ ყოველ
დღიურობას, რომ მიაღწიონ რაღაც დიდს. სულ ის იყო ისეთი თქმაც მინდოდა. იმედი მაქვს მოგიწონოთ ვიდეო და არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, რათა უფრო მეტი და მეტი საინტერესო რამ შემოგთავაზოთ და შემდეგში უკვე თუ სურვილი გაქვთ სპორტის სახეობა თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაასახელოთ და შემდეგ ვეცდებით გადავიღოთ მაგ ყველაფერზე ვიდეო. დიდი მადლობა ვინც აქ იყავით და დააფასეთ ბრძოლის სული. ერთხელ მაინც გამოწადეთ ცხოვრებაში ეს სპორტი, რადგან დამჯერად თავისით მოგინდებათ რომ დაფასებულები იყო, მაგრამ კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.